მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ პლასტიკის მართვის გარეშე ძალიან დიდი საფრთხე აქვს მთელი მსოფლიოსთვის, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოს დაბინძურებისთვის და სწორედ ამიტომ დაიწყო პროცესი პლასტიკის პრევენციის კონვენციის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლის მხარეც გახლავთ როგორც პატარა ქვეყნები, როგორც საქართველო, ასევე თითქმის ყველა ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და მოგეხსენებათ, რომ პლასტიკის წარმოებისათვის სწორედ წარმოების პროცესს სწორედ ნავთობპროდუქტებით საფუძველი შეადგენს, თუმცა მიუხედავად ამისა, იგივე არაბული ქვეყნები, შეერთებული შტატები და სხვა მსხვილი ნავთობმოპოვებელი ქვეყნები არიან ამ პროცესის მონაწილე, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 2-3 წელიწადში საქართველოც გახდება კონვენციის მხარე და გვექნება უკვე ვალდებულება პლასტიკის პრევენციის და ერთჯერადი პლასტიკის სწორი მართვა და ერთჯერადი პლასტიკის აკრძალვა ეს არის ის პირველი და გადაუდებელი ნაბიჯი, რომელიც უკვე არ არის, რომელიც ძალიან დაგვიანებულია ჩვენი დასკვნებიდან გამომდინარე და რომელიც არ არის მხოლოდ გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემა, არამედ პირველ რიგში უკავშირდება სწორედ ადამიანის ჯანმრთელობას და შესაბამისად ამ რეგულაციის განხორციელებაში მე ვფიქრობ, რომ ფართო საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა არის ძალიან ნათელი, იმიტომ რომ ჩემს ირგვლივ დღეს ძალიან ცოტა არის ისეთი ადამიანი, რომელიც არ ითვალისწინებს პლასტიკის, ერთჯერადი პლასტიკის ნივთების მოხმარების შემცირებას და არ გამოიყენებს თუნდაც როცა პროდუქტების შესაზენად მიდის მრავალჯერადი მოხმარების საგნებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი ზუსტად საზოგადოების მხარდაჭერას როცა ვხედავთ და მთელი კვლევის ფარგლებში ჩვენ როცა ვაკეთებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ძალიან პოზიტიურად უყურებდა ამ აკრძალვის შემოღებას. ვფიქრობ, რომ ეს ამ რეგულაციის ასამუშავებლად ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორმაც ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ეს არ არის ძალიან დიდ ეკონომიკურ ზარალთან ან ხარჯებთან დაკავშირებული ინვესტიცია.